გამარჯობა, მე ვარ ვერიკო და ვარ პროექტ კრეატორის ნახევარ-ფინალისტი. მე ველოსიპედთან დაკავშირებულ კონტენტი. თუმცა არა მარტო. ჩემახსენ ნახავთ გარე აქტუალობის ვიდეოებს. მოგების რამდენიმე მიზეზი მაქვს. პირველი რომ გონია რომ ჩემს სფეროს, ანუ ველოსფეროს საკმაოდ წადგება რაღაცნაირად და ის მიხარია რომ ბევრი ადამიანი მომწერა რომ აი ველოსიპედის სიარული დავიწყე და მეორე მთავარი თუ მოვიგენ მოგებული თანხით გავაკეთებ ჯუნგლეჟავას თასს. იმიტომ რომ ჯუნგლეჟავა სამწუხაროდ ისე დაუფასებელი ადამიანია და თუნდაც აი ველოსფეროში რაღაცა უნდა გავაკეთოთ ისეთი რომ მისი სახელი სულ გვახსოვდეს. ვფიქრობ იმის გამო უნდა მიგულშემატკივროს მაყურებელმა რომ ძალიან მიყვარს ეს სფერო, არა მარტო ველოსფერო, არამედ აი ეს გადაღება, მონტაჟი და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა სხვანაირად უყურებ და არ მეზარება. სანამ ამ პროექტში ვქნებოდი, მანამდეც არ ვიცი დაახლოებით 70 ვიდეო მაინც მქონდა დადებული, რომელსაც 200 ნახვები მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში რაც ვისწავლე, ერთი ვიდეოს გადაღების და მონტაჟის კუთხით ვისწავლე სხვადასხვა რაღაცა, ანუ სხვანაირად დავინახე ამბავი და სხვანაირად დავინახე მთლიანად სიუჟეტი. და მეორე მივხვდი, რომ აი ეს დიდი კრეატორები, ვინც ყავს ჟიურით, თურმე ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გადად რომ შვიდად წმანად ხარ, ძალიან ბევრი იდეა მოგდის, მაგრამ როცა გაქვს თემა და გაქვს დრო შეზღუდული, უფრო ისტრესება შენი გონება და აი რაღაცა თითქოს ვეღარ ფიქრობ. მგონია რომ როცა პროექტში ხარ და თან ესეთ პასუხისმგებლობა გაქვს, რაღაცნაირად არ ფიქრობ იმას, რომ მოდი დავნებდე და მოდი დავიღალე, იმიტომ რომ ვაკეთებ ველო კულტურასთან დაკავშირებით ვიდეოებს და რაღაცნაირად ველო ადამიანების მიმართ ვხდომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ სწორად გავაკეთო რაღაცეები და მაგიტო დანებების გაფიქრებაც კი არ მქონია, როცა გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, ბოლომდე მიდიხარ წინ, არ დაკაჩებ. არ ვიცი, ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი კონკურენტები არიან და შანსები გვაქვს გონია თანაბრად.